სცენაზე გამოსასვლელად კი სამი ბავშვების მეგობარი ემზადება. მე ვარ გიორგი ცხადაძე, გიორგი გოგოლაური, ლადო დონღვანი. მე და ლადო ბაღელები ვიყავით ბაღის სასაკინოებთან მოვიდით მე გიო გავიცანი. ესე იგი ნომერი გვაქვს ესეთი 12 ინსტრუმენტი გვაქვს. ოპური არის რაც ხუმრობებიც. მე არ მინახავს არსად 12 ინსტრუმენტზე სამკაც დაეკრას. გარკვეული ისქანაც არის დაკავშირებული. ხო ის ყველაფერი ამისიმი გვაქვს 30-მდე მგონი. ძიმედი ავაწყობთ ყველაფერს და გავადოთ. აი წითელი ღილაკებიც არ აიქნება მე. მე ვარ გიორგი გოგოლაური, გიორგი ცხადაძე და ლადო დონღვანი, დავუკრავთ პოპურს სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, აი ხედავთ თქვენთან აქ რა ინსტრუმენტებიც მე ვხედავ, ბევრი ქართული და რამდენიმე არაქართული. დიახ, რამდენიმე არაქართული. ამდენ ინსტრუმენტს ჩატევთ ორნახევარ. შევეცდებით რომ ჩავდივართ. ამომიდით. დაიწყეთ. ჩამოდექი განი დაში ბიჭო დაშიო გოგო შენ გიგერაცვალე გავლა გამოლაშიო ჩამოდექი განი დაში ბიჭო დაშიო გოგო შენ გიგერაცვალე გავლა გამოლაშიო უკარი ცაცე კლაო შონგური დაირა ეზო ბისკალკეს თუ ათრი დაირა when I need got now I be where what time away got the way go where we got the ძალიან სასიამოვნო სიურპრიზები იყო შუა ნომერში, აი გადასვლები იყო საინტერესო, განსაკუთრებით კულმინაცია ბოლო ნაწილი იყო ძალიან კარგი. მე ძალიან გამიხარდებოდა კიდე ამის რამოდენიმეჯერ მოსმენა. მადლობა. ვიდებით ყველა რომ ძალიან კარგი ნომერი იყო. მე მგონი დროა გადაწყვეტილება მივიღოთ, ბანო? არას არ ვიტყვი. მოდი ვიტყვი კის. გასაკვირველია კი. სამი კი გაქვთ. გელოდებით შემდეგ ტურში. მუსიკისა და ინსტრუმენტების საინტერესო სინთეზმა მოწონება დაიმსახურა და სამმა მეგობარმა სამი კი მიიღო. ნიჭიერში მონაწილეობა ყველა შეუძლია. აქ შესაძლებელია ნებისმიერი ჟანრის წარმომადგენელი ვნახოთ. ეს ილუზიონისტი კალაშვილია, იგივე ნიკ მალფოი. საკმაოდ ამბიციური მაწვილი ჩანს. მე ვარ ნიკ მალფოი, ეს არის ჩემი ფსევდონიმი, ხოლო ნამდვილი სახელი და გვარი არის ნიკა ჩანჩელაშვილი. მალფოი რატომ აი? მალფოი, იმიტომ რომ მე-16 საუკუნეში იყო ეგეთი ჯადოქარი, როგორც მერლინი და მაგის გამო ჯადოქარი ხარ? არა. მარტო ქარი ხარ აბა? ფოკუსებით დავინტერესდი 10-11 წლის ასაკში, ხვეწავ რაღაც ნომრებს ვიგონებ, ვამატებ და მოკლედ ყველაფერს ვაკეთებ, რომ გავხდე მსოფლიოში აღიარებული. რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ნიჭიერი მომეხმარება. ნიკა აბა? წავი. მოგესალმებით. მე ვარ ნიკ მალფოი, ეს არის ფსევდონიმი. რეალური სახელი და გვარი არის ნიკა ჩანჩელაშვილი, უბრალოდ ხალხი ფსევდონიმით მომმართავს. რატო დიდი ხანი უყურებდი ჰარი პოტერს? არა, ჰარი პოტერიდან არა. ჰარი პოტერში უბრალოდ პლაგიატი იყო მალფოის. და ნამდვილი მალფოი ეს არის, ესე იგი ის პლაგიატი იყო, ეს ნამდვილია. ყოფილა. მე ვასრულებ ფოკუსებს მენტალიზმის სტილში. გადათარგმნე? მენტალიზმი არის ექსტრასენსორული შესაძლებლობების ჩვენების ხელოვნება, მაგრამ ექსტრასენსული? დიახ, ექსტრასენსორული. სენსორული და ექსტრასენსორული?
დიახ. დაგაბნიეთ თუ არა? დაცუდათი დავიბნე. ესე იგი, არავითარი თვალს მაქსობა. მხოლოდ და მხოლოდ ნიკ მალფოის ხელის სისწრაფე და მეტი არაფერი. ხელის სისწრაფე არა. გონების ან ნახავთ ნომერი ახ. დავიწყოთ? დაიწყე. ეხლა უნდა ნახოთ საოცრებები. რაღაცა ჯერ ამ ბიჭი შენ? მეც. ანუ თქვენგან დამჭირდება ზუსტი და კონკრეტული პასუხები. აი აქ ფურცელზე რა წერია, იცით? მიპასუხეთ. არა. გამოიცანეთ საღო. ოჩა. გამოიცანეთ. ალბათ ყველანი ხვდებით რომ ხუმრობა ვერ გაჭრის. პირველმა არ გაჭრა, დავაი. არ გაჭრა და ეხლა უნდა ცოტა დავასერიოზო. შეიძლება დაფიქრდით ნებისმიერ ცნობილ ადამიანზე, რომელსაც ყველანი ვიცნობთ. დაფიქრდით და დაასახელეთ ხმამ ახლა. აჰა, სოფო, გვერდზე. სოფო ნიჟარაძე. ისევ გამოიცანით თქვენ, სწორედ ასეთი იყო სოფო ნიჟარაძე ბავშვობაში. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის რომ რო გეთქვათ ბარაკ ობამა მაგისთვისაც ბძათვით. არ ვიცნობ მე. სახლა არ გაბოცდი ჯერჯერობით. გადავდეთ ხუმრობას მაშინ, არი მოქმედა და გადავალ უკვე ნომერზე. ესე იგი, ამ ნომრის შესასრულებლად დამჭირდება ყველაზე მაგარი წამყვანების დახმარება, ვანო და თიკა თუ შეიძლება. მოდით. ხოიცი თქვენზე ხდება ხოლმე უმეტესად. მოკლედ დაგიჩნით წესებს. ვანო, დაგაყენებთ სიტყვაზე აი აქ. თვალით დახუჭავთ, მე თქვენ შეგეხებით, უნდა დაიმახსოვროთ. არა. ეგ არ არის გასაგები. დაიმახსოვროთ შეხებას, ანუ სად შეგეხეთ და როდესაც გკითხავთ, უბრალოდ უნდა მიპასუხოთ სად იგზენით შეხება. უნდა შემეხოთ. აჰა. სანიკო, მე შეადგინეს ვინერვულებდი. არაფერი ეს არ ნერვიულობა მიჭირა. არის ნერვიულო. ესე იგი, თიკა, თუ შეიძლება თქვენ აი აქ დადექით და პირდაპირ ბატონ გეგას. ბატონ გეგას უყურე. მე თან რო წარმოვიდგინე, შეიძლება ვითომ ფეხბურთს თამაშობ და პენლებს უტყამენ, მიდი? არა. ენალი არ იქნება. ჩამოგვიდე ჩემსკენ. კი. თვალები დახუჭე. დახუჭე და აკვირდი შეხებას. თვალები დახუჭე. აჰა. დახუჭე. არავითარი თვალს მაქსობა. გაახილე თვალები. კარგი. იგზენი თუ არა სადმე შეხება. საბედნიეროდ კი, ვიგრძენი. ეხლა მარჯვენა ხელის მაჩვენებელი თითით აჩვენე მაყურებელს სად იგზენი შეხება. სად იგზენი? ეგ მე ვიგრძე. აი ეს ბიჭი კარგად იტყუება, ან ვანო ყავს საცემი. არა. იტყუება! იტყუება! კიდე რა შეგიძლია ხა რაღაცებს მაიმუნობ შე. კიდე? კი ბატონო, რაღაცას ვცდი. ერთ წამთ ბარაკ ობამას ავიღებ ერთი წამით. რა ისე კაცო ნატოს შეგვპირდნენ, მოიცადე თუ მახარია. შეამოწმე ვანო. შეეხევანო. გავაფრიალო. გააფრიალო. კარგი, ფურცელი. ეხლა ხელები შეამოწმე, ესე დავაკეთე. არანაირი მაგნიტები, არაფერი მაგრაგვარი. ესე გრამ გონი. აბა დაიფიქრო შენ ცალკე დაგევა თანაკებით. გადაგარეთ. სინდისო კაცი ვიყო, მე თუ რამეს ვიტყუებოდი და ეს ალბათ იტყუება მაგისტრის გამოვიდა. აბა, ნახვამდის. გავაცილოთ. კარგი ბიჭი ხარ. გაგვაო 20-ე. და მე მგონია რომ იმსახურებ შემდეგ ტურში გადასვლას. შემისად. დაოთ გაქვთ ნიჭი და მართლა ველოდები მართლა გაოცებას მეორე ტურში. სამი კიდე. დიდი მადლობა. აბა კარგად. პირდებით რომ მეორე ტურში ძალიან სერიოზულ რაღაცას შემოგთავაზოთ. მადლობა. სიხარულისგან აიწიე და გაფრინდი. თან ქარი დაგეხმარება. აქეთ გამოფული. ნიკამ ჟიური თავის ნიჭიერებაში დაარწმუნა და 3 კი მიიღო. რას გეხებოდა ერთი მითხარი? საღარ, მე კი არა, შენ რატო გეხებოდა კაცო?
და შენ რატო გძნობი მე რომ ეხებოდა? ჰა?